საბავშვო ევროვიზიის ფინალამდე რამდენიმე დღე რჩება. საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები. საქართველოს სახელით კონკურსზე პირველი არხის პროექტის რანინას გამარჯვებული ანიტა აბგარიანი გიგა კუხიანიძის სიმღერით Shine Like a Star წარსდგება. დღეს 14 საათზე ის დიდ სცენაზე მეორე რეპეტიციას გაივლის. გუშინ კი ანიტა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა და ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, ფინალური შოუ 13 დეკემბერს 20 საათზე ოლიმპიურ სოფელში გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. შოუს ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. იქნება სალამურას ყაფარი და იქნება სალამურას თავგადასავალი და იქნება ნატრის ხე როგორც სიმბოლო სურვილების ასრულების, როგორც სიცოცხლის სიმბოლო და მე ვფიქრობ, რომ ისეთი დახვეწილი, სადა, ლამაზი, ოღონდ თავშეკავებული, როგორც არის ქართული კულტურა.